გორში ცენტრალურ გამზირზე მანქანა დაეჯახა დედაშვილს, რომელიც გადადიოდა ზებრაზე, გადასასვლელზე. დედას და შვილის დაიღუპა კლინიკაში, ძალიან მალე. ბავშვი იყო 3 წლის. ეს კაცი დაიჭირეს და ახლა ასამართლებენ. ემუქრება 12 წლიანი ციხე. ეხლა სიტყვის კერძო შემთხვევაა და რა გინდა? ყველგან ხდება. კი, სამწუხაროდ ნასვამი მძღოლები ყველგან არიან. ნასვამები თუ ფხიზლები ადამიანებს ეჯახებიან და ადამიანები სამწუხაროდ ყველგან იღუპებიან. ფეხით მოსიარულეები. მაგრამ გორი შემთხვევა არ არის კერძო შემთხვევა და არის სისტემური დანაშაულის გამოვლენა და მოდი ჩავიხედოთ რატომ. საქმის პროკურორმა სასამართლოზე თქვა, რომ აი ამ კაცს, ამ მძღოლს ჰქონდა 225 მარტო ვიდეო ჯარიმა. მარტო ვიდეო ჯარიმა. საქართველოში ვიდეო ჯარიმების ოდენობა არის 50 ლარიდან მინიმუმი 250-მდე. უხეშად რო დავთვალოთ და საშუალოდ რომ ავიღოთ 100 ლარი. ამ კაცს გადასახდელი ჰქონდა მარტო ვიდეო ჯარიმებით 22500 ლარი. წარმოიდგინეთ რამხელა თანხაზეა ლაპარაკი, 22500 ლარი. რა თქმა უნდა, მანაც იცოდა რომ ის ვიდეო ჯარიმები ჰქონდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიცია. გორი ხომ იცით რამხელა ქალაქია. ყველას იცნობს. თავში რომ დადგები და დაიყვირებ, მეორე ბოლოში გააგონებ ადამიანს. შეუძლებელია რომ პოლიციას არ ცოდნადო რომ ასეთი რეკორდსმენი დამნაშავე ყავთ ქუჩაში, ქალაქში და აბსოლუტურად წარმოუდგენელია რომ მისთვის სპეციალურად არ ედონებინა თვალი. როცა ასეთი ადამიანი გამოდის ღამე მანქანით ქუჩაში. შენ როგორც პოლიციელს გაქვს თუ არა მოვალეობა და გაქვს თუ არა საღი აზრი რომ გაყვე მაინც, უბრალოდ ვიზუალურად შეამოწმ რამე სხვა არ არღვევს. გააჩერო, ნახო ნასვამია თუ არა. მაგრამ პრობლემა ის არის რომ ასე დავალებას პოლიციელებს არავინ არ აძლევს. პოლიციელებს ავალებენ სულ სხვა რამეებზე ყავთ გადართული პოლიციელები, პატრულის ოფიცრები და სხვები. აბსოლუტურად განსხვავებულ საქმეზე. აი, ვიღაცას რო დაეწერა ქუჩაში, გორში, ან ოზურგეთში, ან თბილისში, გაუმარჯოს ანწუხელიძესო, აი იმასთან ჩასაფრებული იქნებოდა პოლიცია. იმას იქვე დაიჭერდნენ, ადგილზე გასკვანჩავდნენ. ვიღაცა რომ ქუჩაში თეთრი ფურცლი გამოსულიყო და არაფერი არ წერებულიყო ამ ფურცელზე, მაგრამ უბრალოდ ჩაეთვალათ რომ პროტესტია, აი იმას გასკვანჩავდნენ ადგილზე. ვიღაც რომ ტროტუარზე დაენახათ, პროტესტად ჩაუთვლიდნენ და იმას გასკვანჩავდნენ ადგილზე. აქტივისტი რომ ჩასულიყო ვინმე გორში, იმას გააჩერებდნენ და ეტყოდნენ გადმოცემულია თქვენი ნომერიო. მეც მქონია ასეთი გამოცდილება რეგიონებში, ჩემი არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც გადმოცემულია თქვენი ნომერიო, კაცმა არის ის რატომ. და დარწმუნებული ვარ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ მოსწონს ამ რეჟიმს, ყველა ამ ადამიანს როგორც მძღოლს ქონია მსგავსი გამოცდილება. თქვენი ნომერი გადმოცემულია. ხო და ახლა ვკითხულობ, ამ კაცის ნომერი, ამ რეკორდსმენი დამნაშავის ნომერი რატომ არ იყო გადაცემული პოლიციისთვის? რატომ არ გააჩერა ის პოლიციამ? რატომ არ შეამოწმა იყო თუ არა ნასვამი? იმიტომ რომ ასე დავალებას პოლიციას არავინ არ აძლევს. პოლიციელების მთავარი ამოცანა არის იმ ადამიანების დევნა, ვინც ბორიაზე იძახის რუსიაო და არა იმაზე, ვინც რეალურად არღვევს წესებსა და კანონს. ამიტომ არის გორში მომხდარი უბედურება სისტემური დანაშაული. და ამ სისტემას ქვია კოცი. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა.